ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოდან ძველ კონსტიტუციურ სარჩელს გამოითხოვს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით იყო შეტანილი. პაპუაშვილის განმარტებით, დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით პარტიების ჩამონათვალი გაიზრდება და თუ თავდაპირველად სარჩელში იყო სამი პარტია, ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის და ლელო, მათ რიგებს ფედერალისტებიც დაემატება. 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამითაც გაიზიარეს მათ კიდევ ერთხელ გაიზიარეს სტრატეგიული მიზნები, განაცხადეს მათი ამოცანა, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილების არაღიარება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, აქამდე არსებულ სამ პარტიას ჩვენ კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ ფედერალისტურ პარტიას. რა თქმა უნდა, ამ ალიანსში არიან სხვა პარტიები, თუმცა ისევე როგორც წინა შემთხვევაში ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ერთის მხრივ უყურებთ თუ რა არის მიზნები, რამდენად ანტიკონსტიტუციური მიზნები აქვს ამ თუ იმ პარტიას, მეორე მხრივ ასევე უყურებთ თუ რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე. დღეს ამ ალიანსში ვიცით, რომ ამ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ეს არის სამი ნაციონალური მოძრაობის კრიმინალური რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს ამ კვლავ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ალიანსის სახით ცდილობს, რომ ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოს.